გამარჯობა. კი არა. გამარჯობა, შენ უყურებს ვაკაზე დღეს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. როგორც იქნა დადგა 27 სექტემბერი, აღმოჩნდით ლაიონის ავტოსადგომზე წეროვანში და დღეს ცოცხლდება სუპერკარი 5000-ად. ესე როგორც გახსოვთ, დაახლოებით $8,000 ქონდა შეგროვილი პროექტის როცა შევაჩერეთ და იმ $8,000 გავაგრძელებთ ახლა მოღვაწეობას. დღეს ჩამოვედით, რომ ლაიონის ცოცხალ აუქციონში მივიღოთ მონაწილეობა, ნომერიც მაქვს უკვე, ხელა უკვე არა. ხო და ეხლა მაქსიმალურად უნდა ვიჩალიშოთ, რომ ჩვენ ბიუჯეტი სადღაც 7.5-ში მაინც რამე მანქანა მოვიგოთ. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სადღაც ბოლოსკენ დაველოდები უფრო მეტი შანსი იქნება, იმიტომ რომ ბევრი მანქანა გაყიდული იქნება, მაგრამ მოდი წამოიღა დავათვალიეროთ რა მანქანებია გასაყიდე. თუ დღეს ვერაფერი ვიყიდე, მე მოვიფიქრებ რა ვქნათ. აუქციოს ეკნება როგორც ვიცი სისტემატიური სახე, იმიტომ რომ 11 სექტემბერს გასაყიდი მანქანებიც უკვე იქით დგას და იმის გათვალიერებაც შეგვიძლია. აი ცოტა მიკროფონი, დინამიკი რაღაცები ხელს გვიშლის, მაგრამ იმედი მაქვს ეს ხმა ძალიან არ გაწუხებთ. შეგვიძლია დავათვალიეროთ, თუმცა 7000-ია საწყისი ფასი და ჩვენ ბიუჯეტში ამას სავარაუდოდ 7.5-ად არავინ არ მოგცეს, მაგრამ მაინც შეგვიძლია გადავალოთ, თვალი რა იყიდება. მარცხენა კრილო, სტოპები, ბამპერი და ბალკაც დაჭირდება, ასევე ბაჩოკი დაჭირდება, წესით ბოლო ანის უნდა გასწორდეს რამენაირად. ჩვენი პაციენტი არ არის, წამო ყველაზე იაფიანი ვიპოვოთ, იქნება იაფიანი ვიყიდოთ. ესე იგი 6.5, 5, 7.5, 6.5. როგორ? ო, ესენიც. 6.5, 4. აი ეს Hyundai-ა ყველაზე საინტერესო ალბათ ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ბიუჯეტი არ გვენია სხვა რამის ყიდვა შევწყვეტ. შევხედოთ მაინც. ისე რა მაგრა სწორედ ცოცხლად დათვალიერება რო შეგიძლია რა. სანამ აქ ადგილზე ჩამოხვავთ მანქანის დათვალიერებლად, იდეაში Lion Auctions.com-ზე დევს ყველა ავტომობილი, რომელიც ცოცხლად გაიყიდება აუქციონზე. ეხლა შემდეგი მანქანები არ ვიცი დღეს დადებულია თუ არა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ დაიდება და მაგის ნახოთ წინასწარ შეგიძლიათ სანამ აქ ჩამოხვავთ მანქანის დათვალიერებლად. ეხლა კონკრეტულად რო არ დავამალო შორიდან ამ მანქანას დავუმიზნე, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ეს არის და ბიუჯეტიც, ანუ მაქსიმალური ღირებულებაც ისეთი აქვს, რომ ჩვენ ბიუჯეტში შეიძლება რომ ვიყიდოთ, გავაკეთოთ და ორი კაბიგი დარჩეს. საბარგული შანსი არსებობს რომ ცივად გასწორდეს. ასევე ცივად თუ არ გასწორდეს, ჩვეულებრივ გამოიჭიმება და გასწორდება. ამის საბარგული არ ვიცი რა არის, ერთ წამი უნდა ვნახო რა არის. საბარგული ღირს 540 ლარი. რამე რო იყოს. რო არ აღდგეს პირობითად და გაკეთება ყიდვა რო დაგჭირდეს, ანუ 540 ლარი ღირს. პლუს შეღება, პლუს გადაწყობა. გადაწყობა რა შუშა, გადასატანიტო ეხლა დანარჩენს ჩვენ გადავაწყობთ. ხო, იაფი ნამდვილად არ არის. ანუ გასწორებადია ეხლა ამის საბარგულის სულას გასწორება ჯობია აშკარა. და ბამპერის იდეაში ზედა ბამპერი გაკეთებადია, ქვედა ნაწილი უნდა რა. მოიცადე ბამპერის თუ დევს გასაყიდად. უკანა ბამპერი 294 ლარი ღირს. ამით თავის ქვედა რაღაციანად, ანუ მთლიანი. უпростоრეთ, ნახე, აი ეს შავი რაც არის. აი ეს შავი არის ერთიანი დეტალი და ეს არის მერე შიგნით ჩასმული. ანუ ეს ღირს 294 ლარი. ხო, ანუ ეს თან შესაღებიც არ იქნება რამე რო იყოს. короче ისე რა, იაფად გაკეთებადია საქმეზე რომ მიდგეს და მეტი ვინმგონი დაზიანება ისეთი არც არ აქვს. ანტენა უნდა და რაღაცა წვრილმანები უნდა. გაცოცხლებადია რა. ხო, ну ეხა კიცვენ და ყველა ვარიანტში უნდა. მაგარი გასაეცხი სულუკინა თქვამით. კაი, მოკლედ. ნახე, რომელი მანქანაც, ესე მარტივად რო თქვა რა, ეხა აქ ისეთი მანქანებია, რომ ჩემთვის სასურველ ღირებულებაშიც ესეთ ყველა უნდა მოხდეს. რომელი მანქანაც, ანუ 7.5-მდე ყველას გავყვები და 7.5-ში თუ რამე მოვიგე, თუ ვერ მოვიგე, მე რამეს მოვიფიქრებ. ერთი გენიალური იდეა მიტრიალებს თავში და ვნახოთ.
აუქციონი დაიწყება, მაგრამ მოდი შემდეგი აუქციონის ავტომობილებსაც გადავხედოთ. როგორც ვიცი, აი ეს მანქანები აქ რაც დგას, ესენი არის უკვე შემდეგი აუქციონის. ჯერ საიტზე არ ვიცი დევს თუ არა, თუმცა აქ მომავალი ფასები წესით აწერია და შეგვიძლია შემდეგს შევხედოთ. Fusion 4 ნახევარი, 4 და 6-ში Hyundai. აქ უფრო кай ფასები. ანუ ეს უფრო кай ფასებია ვიდრე დღევანდელზე? ხო, ანუ საწყის ფასები ისეთი აქვს რა, просто ну ეს რა ქვია, დირკაც ისეთი აქვს რა. ხო, კი, აი ის არის იაფად. ვა, ნახე. გარბენიც ნორმალური. არა, ხო, მაგრამ 4 ისეთი ფასია, ბალკა უნდა, ბამპერი უნდა და შიგნით არ ვიცი რა ხდება. ანუ ეს ცოტა შეიძლება გაქცეული იყოს, ცოტა სხვაგან იდგეს და ეს სტრიპებიც, ანუ ეს სტაფილოსფერებიც მე მგონი დამატებულია, რა. ანა თებსნეტა? კი, აი იქ არის დაერთებული შეჩევა USB-ზე. და გასაგებია რატო დაიმტრა. ნახე, მანქანაზე ეთყობა ხოლმე პატრონის ინტელექტი რა. ეგრევე ხვდები რატომ შეიძლება და ეს ავტომობილი დამტრაული იყო, ძალიან მარტივია. საერთაშორისო ეს მინი ბრონკოები ძალიან მომწონს. ბრონკო სპორტები? ხო. სათამაშო ბრონკოები. ხო. ეს არის რა. იმისია, რენეგეიდის. მან არის ზუსტად რენეგეიდის ბიძაშვილია ნამდვილად. ვაუ, ამას უყურე ეკრანია. შეჩიმა, ნახე, ამხელა ლედი ჩაუყენებიათ. და საერთაშორისო ის რა ქვია, ანალოგური ცრუაქს და ლედიც ცრუაქ ეგ ძალიან ასწორებს რა. ანუ კაი სათამაშოა რა, ესეთია რა. სკამის დადის. ელექტრო ახალი, ამის ფასი რა არის? დაზიანება რა, 7-დან იწყება ფასი. აი ეს ორი მომეწონა. ესენი? ეს და ის. 9 საწყისი ფასი 2019-იანი. დაზიანება რა აქვს ნეტა? უი კრიშა. ხო, მაგრამ ეს არის რა ქვია. გაცოცხლებადია. შემდეგი აუქციონისთვის თუ მოვაცარეთ, ეხლა დღეს რა მანქანასაც ვიყიდით, ამის გაკეთება და გაყიდვა, მე ამაზე ვითამაშოთ. თან ეს არის რა ქვია, მე და აუდი ხო იცით როგორ შეხმატკილებულ ურთიერთობაში ვართ და არა, სხვადასხვა ცუდი ტიპი არ არის. და ძალიან ნაომარიც არ არის. ნუ საბაგოსაც ვერთი. უკან ისეთი არაფერი არ ჭირდება. აბა X3 B48-ა, ხო? რამდენია დევს? ბიჭო, დაზიანება საბარგული და ნუ ეს გასწორებადია რა. ამას ისეთი არაფერი არ ჭირს და ამასაც მეშველებული. სალონი ახალი ცინცხალი. ხო, სალონი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება. და რობლაყუნოს? ხო, ნუ ეხა 12-ია საწყისი და 50 მილი. ნუ ისეთი გარბენი არაფერი არ არის და ნორმალური. ჯიპი, საჰარა. ეს არის რა ქვია, პლაგინია, კი არა და ჰიბრიდი თუ რაღაც დებილობა რო აქვს აწყობილი ეგ არის და სხვათა შორის კარგად დადიან და ცოტა სვავენ. რაც მე გამოცდილება მაქვს, ბევრი არ მაქვს. მეჭკუას ნუ დამეკითხებთ. ესენი ხო ყველა კაბრიო? არ არის ყველა კაბრიო. ჰარტოპიანებში არის ხოვობა? მეც ამაზე ეხურება ამას უნდა. ხო. ამას ეძახიან კაბრიოს არ ვიცი რა. და რა სხვაობა? ანუ ეხა ჰარტოპი რო იშოვო, ამას ვერ დააფარე? არა, ეს არის კაბრიო. ანუ არ ვიცი. ტკნავია. კი, ამერიკულად არის ნახვარი. ამბობი არის, ბიფორები არის. შემდეგ აუქციონზე მოკლედ საკმაოდ საინტერესო ავტომობილები გამოდის. ხო, საკმაოდ საინტერესოა. საბარგული პროსტა ღია? დისკი არ ჩაეტია? მოიცა, 4-ვე ერთრაერი უყენია და ეს კიდე მოყვება? მართლა საღო. ხო, ანუ მაგიტაც კი წეღა 4X ელექტრო ჰიბრიდ წინა უკანა ზედა ქვედა რაღაცა. ისე უნდა ხო, ანუ ცუდი მანქანა ნამდვილად არ არის და დაზიანება რა აქვს? რა უწერია? ნუ აირბაგები არ არის და ეს არის. ალბათ ავარ ამდენზე. გააჩნია რა, შეიძლება ბევრმაც და დაზიანებაც ისეთი არაფერი არ აქვს. ეს პლასმასის ბამპერია, აირბაგებია გასაცოცხლებელი და 21-იანი. ამას როგორც ვიცი, ნამდვილად სწორად მახსოვს, სწორად ვიცი არ მახსოვს, მაგრამ ავარიის მერე პროსტა კრაშ დატის წაშლა არშველის რაღაც დამატებითი манипуляციაა საჭირო იმისთვის, რომ ავტომობილმა უპრობლემოდ იაროს. ხო, ნახე, ეს არის რა ქვია, G20. 7 საწყისი, ნუ რა თქმა უნდა 30 მოდელია, ხო? არ დაგვირები ვარ. 30 მოდელი იქნება, ხო ალბათ. ხო, ეხა B48-ს არავინ აგიენებდა აქ და
მოყვება? რა მოყვება? ტოკი? კრილოა, ოღონდ არც ისე საამაყო მდგომარეობაში. მოკლედ, შემდეგი აუქციონისთვის შეიძლება დაფიქრება რა, საკმაოდ საინტერესოა. შემდეგზე შეიძლება ფიქრი. მოკლედ, ეხლა მთავარია დღევანდელი დღე როგორ ჩაივლის. რამის ყიდვას თუ შევძლებთ, მე უცბად გაკეთებას და გაყიდვას, რომ ცოტა თანხა გაგვეზარდოს და შემდეგ აუქციონზე უკეთესი ავტომობილის ყიდვა შეძლოთ. თუ აუქციონი არა, ანუ აუქციონზე დაგინებული არ გვაქვს, რომ აუქციონზე უნდა ვიყიდოთ, მაგრამ სადაც გაგვიხარდება იქ ვიყიდით. უბრალოდ აუქციონზე რატომღაც წამს, რომ უფრო იაფად შეიძლება რაღაცის ყიდვა ვიდრე ჩვეულებრივ ვიყიდით რა. სადაც? ყოველ შემთხვევაში ეხლა ცოტა ხანში დაიწყება დღევანდელი ნახოთ რა გამოგვივა. იმედი მაქვს რომ რამეს წავიყვათ, უფრო სწორედ იმედი მაქვს რომ კონას წავიყვათ, იმიტომ რომ სხვა არ გონია მაგფაში ვინმე რამე გამატაროს იმდენი ხალხია. არა, ნახოთ, ბედია ყველაფერი რა. თუ გაგვიმართლა? არა, ამას შვიდად არავინ არ მოგცემს. არც ვინახევრად, ეგო. ცადე და არაო. ეგო ჩვენთვის გვჭირდებაო. შემქმნელი მოვიწვიოს სცენასთან დატი ლომიას რაიონ ჯგუფის დამფუძნებას მინდა ვთქვა რომ სცენასთან ამოვიდეს ძირფასო სტუმრებო პარტნიორებო ავტომოყვარულებო და ჩვენი კომპანიის გუნდის წევრებო მოგესალმებთ ყველას ამ ისტორიულ დღეს 27 სექტემბერს ჩვენ ლაინ აუქციონი ვქმნით ახალ თავს საქართველოს საავტომობილო ისტორიაში დღეს პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით სწორედ ჩვენ ქვეყანაში წერომანში გაიმართება პირველი ამერიკული ლაივ აუქციონი. ხოდი ერთად აღვნიშნოთ მეგობრებო დღევანდელი დღე, გავხადოთ ის საოცარი და საამაყო. დიდი მადლობა დღევანდელ დღეს, რომ ჩვენ ერთად იმყოფებით ამ ისტორიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს დღევანდელ აუქციონში. Maximum was for the Columbus. Rasta, პირველი ავტომობილი CX2 ორიათას ოცდაერთი პირველი ლაივ აუქციონის პირველი ბიზნესმენები ვინ გადაიხდის ყავს პირველი ბიდი მეუღლები 600-ს არის 600-ს 600-700 600-700 არის 600-800 600-900 7,100 7,200 მოდელი ყავს ბევრი ხელი აწეული 7,300 მოდელი 7,700 ყავს 7,700 7,800 მოდელი 7,800 სულელი 7,900 მიგადაიხდის 9,900 და 10,000 ნახოთ თუ დავამბობთ რა თქმა უნდა არის 10,000 10,100 არის შემდეგი 20 ნომერი ფიქრობს 10,100 არის შემდეგი ბიდი 10,700 არის შემდეგი ბიდი 10,700 სხვა არის თუ არა მსუბუქი თავი კომპარტზე მგონია დახოცეს ყოველას ერთმანეთს აშკარად ახალი სურველი და ახალი იდეები ყავს ჯერჯერობით 12,100 აშვიდი 12,100 არის ბოლო ბიდი ჯერჯერობით ამიტომ ველოდები $12,200 ძალიან კარგად ჩაერთეთ ძალიან აქტიურად ამიტომ $100 თუ არ წყვეტს რა თქმა უნდა ამ იდეალური მანქანისთვის მე კიდევ ერთხელ დავმიტებოდი მაინც უყურებოდ ცნობებს რომელიც აქტიურობდა გავიწყება თქვა 12,100 12,100 ორი ბოლო შანსი და 12,100 სამი გამიგო გამოგზავნეთ მე ხარ პირველი მყიდველი ამიერკავკასიაში პირველი ლაივ მყიდველი ლაივ აუქციონის მყიდველი გილოცავთ მადლობა გაიგონის ძალიან მაგარი პროექტი არის და ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ისინი და ისინი დიდი მადლობა გაიგოს წარმატებული და წარმატებული ესენი ყველას გილოცავთ ჩვენ ჯიბაბაში და წარმატებებს ვისურვებთ მადლობა მონაწილეობისთვის შემდეგი ავტომობილი მეგობრებო რომელიც გახლავთ Hyundai Kona 2019 აი ეს ცადოთ
ძრავის მოცულობა არის 2-დან 2 სატოვისტური ბენზინი, რა თქმა უნდა სტატუსი არის იგოქება დადის 7-მდე მივყვები, 7-ნახევარი არის. პატერის აწევას, რა თქმა უნდა არის პირველი 4000 დოლარზე, 4100, 4200 ვხედავ, 4300 ვხედავ, 4400, 4500 ძალიან ბევრი სურველი, 4600 არის 4600, 4700, 4800 არის 4800, 5500 არის Monster Beat გვაქვს შვენიერი, 5 და 6 ჯერჯერობით გვაგრძელებ 5700, 5800 ის 5800, 5900 არის, 6000 არის შემდეგი ბიტი და ბევრს ხედავ 6100 შემდეგი ბიტი, ისევ ხედავ 6200, ვაგ 6200, 6300 არის სურველები, 6400 არის შემდეგი ბიტი, ისევ 6500-იც არის. არა, ჩვენ ამის ყიდველი. 7000, გადავედი 7000-ის ნიშნულზე. 7100 შემდეგი ბიდი არის 7100, 7200 სურველი, 7300 არის, 8000 შემდეგი ბიდი შვენიერი უნდა ჩავიკროლეთ. 100 არის შემდეგი ბიდი მეგობრებო, 8600 არის 33 საკმაოდ თავდაჯერებული ნერვია, რომელსაც გოი ძალიან მოსწონს, იდეალური მდგომარეობა, ამედაყოლი ძალიან მდგომარეობაში და 8600 2 დაბოლო შანსი 8600 3 გაკეთდა. და ვაგრძელებთ აუქციონზე წარსდება მესამე ავტომობილი, რომელიც გახლავთ, Mazda CX-30, 6000 გვაქვს, 6500, 7100 მიერ მიღებული Monster Beat 7000. აზრი არა, ჰა. 7500. არა, 500. 8000 დოლარი ასტრომეტი. წავა ეს 13. $1000 ვხედავ 97 ნომერზე, 8200 ვხედავ უკანასწავლას 3-ს, 8300 ვხედავ 8300, 8400 ვხედავ 8400, 8500, 9600 უკან სურველი გამოჩნდა ახალი, 9600 არის. 9700 არის შემდეგი ბიდი მეგობრებო, იქის 10400, ამოდის მეგობრებო, ხელისაწევა ფასიანია, მაგრამ გაშკარს არა შემიძლია. აუ, ხდებათ ერთმანეთი მეგობრებო, შეფათვლას 10501 მე უყურებს სხვა მონაწილეებსაც განსაკუთრებით დოზად, რომელიც 10502 და 10503 გაკეთდა. აბა ხურვალი აპლოდისმენტები ამ ავტომობილს. კემერი ყოფილა დაჟე. ის კონჩვენში. ო, შეჩემა. ჩემი შედეთი ძალიან ძელი სასურველი გამორჩეული მანქანა არის თქვენციაში. კაი, ამას 7 და 7-მდე გავყო. მოდელი მეგობრებო, დრამს მოცულობა $300 როგორ ვაკეთებ არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ჟესტიაში კოდისწავლაც მოგიწევს, კარებები აქ დაჭეჭილი და $300-ში აშკარად ვერ გავაკეთებ. $600, რა თქმა უნდა, მე ვსურვებ ხედავ 6600, არის 6600, 6700. სურველები ბევრი ყავს 6800 შემდეგი ბიდი 8000 Monster Beat გვაქვს. ესე იგი, ძალიან ის არის, რა ქვია, როგორ ცოცხალი ბრძოლა მიდის შეხედე პროსტა. ანუ ძალიან ის არის, რა ქვია, როგორ თქვა, აზარტულია ეს ყველაფერი. პროსტა ანუ აი პატარა ბიუჯეტით რო ხარ, ცოტა ტეხავს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ რა, ეხა. კემრი რო გამოდის და 7-ად რო გინდა მოგება და ვიღაცა Monster Beat 8000 უთავს, ვაც საცოცხალო ცოტა გიჭირს რა. მაგრამ იმედი მაქვს რომ რამეს გავარყავთ დღეს, დაველოდები შემდეგ ავტომობილებს, შედარებით დავაფასიანს და თუ ვერაფერი გავარტყი რამეს მოვიფიქრებ ჭკვიანებს მე. ერთი იდეა მიტრიალებ დილიდან თავში და მაგ იდეას განვახორციელებ ბოლოს, ეგრე დამთავრდება ალბათ ეგ ისტორია. ნახოთ. დღეიდან მაინც ცოცხლდება სუპერკარი, აქ რო ვერაფერი ვერ მოვიგო მე. მოკლედ აუქციონი დასრულდა, ჩემი ვარაუდები რაც იყო გამართლდა, სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვიყიდეთ. ჩვენი Z700 დავრჩა ჰაერში, მაგრამ აი თავიდანვე რო ვიძახთ ერთ საინტერესო იდეა მაქვს თქო, გახსოვთ? ეგ საინტერესო იდეა არის ის, რომ Lions ზოგადად აუქციონის გარდა ადგილობრივად უყენია ჩამოყვანილი გასაყიდი მანქანები, ამიტომ ეხლა გადავერთვები იქით. დღეს თუ იქნება საშუალება რომ Lions მენეჯერებმა მანახონ დღეს ნახავ, უბრალოდ იმდენი ხალხი აქ და ისეთი აურზაურია რომ არ ვიცი დღეს რამდენად მოეცრება თუ არა და ხვალ ავარჩევ რამე ავტომობილს ისეთ რომელიც ჩვენ ბიუჯეტში ჩაჯდება და პროექტი მაკედან გაგრძელდება. მოკლედ ეს ვიდეო არ გადართოთ, ეხლა ძალიან მალე დაგიბრუნდებით წესით უკვე შერჩეული ან შერჩევის პროცესით.
რენჯიც აბა შეძულას ხო არ ვიყრი. არა. იგივე ხოლმე შეტავს. არა. მაგრამ ისწორდება. არა. ჩიური კანევალი ჩემი. რენჯი დაივიწყე. არა. მაგარია რენჯი. თან ახალია აგი. ესე იგი როგორც ნახეთ, აუქციონზე ვერაფერი ვერ მოვიგე, მაგრამ არსებობს მეორე ოფციაც. Lions ადგილზე ყავს ჩამოყვანილი ავტომობილები, რომელიც პირდაპირ შეგიძლია გამარჯობა. მოკლედ, ეხლა გვაქვს ესეთი საკითხი. გვინდა ავტომობილი, რომ იყოს იაფი, გაკეთებას 8 აზრი ქონდეს და გაყიდვას 8 აზრი ქონდეს. სადღაც უხეშად $7,000 ფარგლებში. კიდე ერთი მთავარი კითხვა. რაც საიძე გვიდევს ფასები და მანქანები, იქიდან ფასდაკლება მოსულა თუ არა? ანუ ეგ ჩემთვისაც და მომხმარებლისთვისაც მაინტერესებს რა. მოკლედ, ხო და მაიოტაზეც ვეძებე რაღაცები, ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახე და Lions ყავს ადგილზე ჩამოყვანილი გასაყიდი ავტომობილები აუქციონის გარეთაც, ანუ აუქციონის გარეშეც, რომელიც შეგიძლია პირდაპირ მოხვიდე, არჩიო, იყიდო, წაიყონო, გააკეთო, გაყიდო. რაც ჩვენი პროექტის თავარი ჩანაფიქრია და შესაბამისად დღეს ჩამოვედით ტერმინალზე, წეროვანის Lions ტერმინალზე, სადაც ავარჩევთ ჩვენთვის სასურველ ავტომობილს. ეს ერთ-ერთი პაციენტია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა და სავარაუდოდ წასაყვანად ემზადება. სოს გამყევი, კაი მანქანას აგირჩევ ხა მაშინ. აი ეს არის მაგარი ტორმუზები აქვს, ჩემი დედა რო იცოდე რა. მოგრაჩი. კაი, მოკლედ გვინდა ავტომობილი, რომელიც დადის, სასურველია, რომ დადიოდეს. ძალიან ისეთი დაზიანება არ კონდეს, რომ თან გადავყვეთ. რამე ისეთ ხო არ გაქვს შერჩეული ანუ. ნახე, საიძე რაც გადავავლე თვალი. მართალი რო გითხრა, ვერაფერი აზრიანი ვერ ნახე რა. ანუ რენეგეიდი ნახე შენ ჯიპი. რენეგეიდი რამდენიმე იყო? თეთრი. არა, არ მინახია. ანუ ხელშევლება, დისკები, რაღაცები დაჭირდება. საკეთებელი არაა, რა ბევრი. ოკეი, აი რაღაც ეგეთი გვინდა რა. კაროჩე 6 და 5. ბაზარზე ხო არის რაღაც გაკეთებულები ეგეთი? 9. ეს განუბაჟებაზე გვაქვს საუბარი, ხო? ამ შემთხვევაშიც და გასაღით შემთხვევაშიც. ხო. ტაქს, დაზიანებაში? ესა პატარა ისა. გამოსასწორებელი. ესენი რაღაცები უყრია კიდეც, მაგრამ ნუ პლასმასები ეს სადაზღვეუს მიერაა დაშლილი და ესაა დაზიანება და პროსტა სტოპებია კლილა რა. ანუ სტოპები არ გვაქვს საერთოდ? აი ერთს არის, მაგრამ გაწეხილი არის, კაროჩე. ანუ შეიძლება აღდგეს კიდეც თვითონ შიდა დისკი არ გვაქვს არც დისკი? არა, ეგ საბურავი არ გვაქვს. ოკეი, ანუ აქეთა დისკი აკლია, სტოპები გვინდა. იმას შეხედე რა გეხვეწები რაზე მაჩვენეს. უეჭველი რამე აუდის რამა აგდია. არ ვიცი შეჩება რავი რა. გავაცოცხლებთ. ჯუსტანგია. არ მინდა იყოს ზვაო, არ მინდა. მაგას მე არ გავაცოცხლებ, შანსი არ არის. რატო რა უნდა შეჩება ორი დღე უნდა. პატარას მიადუღებ და ეგ არის. მას უყიდო ფაუდეთ. სვარკა გვაქვს კი. ექსპერტს ხო არ დაურეკოთ. როგორ ახარ? კარგად. ბიჭო, ეს არის რა ქვია. მოკლედ მოვიდა ის დღე, როცა შენი დახმარება მჭირდება. აი, ეგეთ დროც არის ხოლმე? კი, დადგა ეს დროც. პროფესიული კითხვა მაქვს შენთან. ბიჭო, რენეგეიდი 2017-იანი 74 მილი გარბენით, ლაითი დაზიანებით. თეთრი. რამდენში უნდა გაიყიდოს გამართულ მდგომარეობაში? აუზე და რაღაც არა. 4-4-ია? რა კომპლექტაცია? ხო, 4-4-ია, კომპლექტაცია, რავი, სპორტი კომპლექტაციაში ირთულება? სპორტი ყველაზე ბანძია. ხო. მაგრამ 17 წელს რაღაც პატარა დისკები მოყვება. დისკების რა გითხრა? დისკი ვაფშე მაკლია. ანუ შენ გექნება რამე როგორც რკინის დისკი ამის? რკინის, კი, როგორც შენი მანქანა. ბიჭო, უყიდულობ გასაკეთებლად გასაყიდათ რა. რკინის დისკი გაკლია ეს წალი? ხო. მოგზანდი. კაი, ეხლა მეორე საინტერესო კითხვა, რამდენში უნდა გაიყიდოს ესეთი ავტომობილი? რა, 17-იანი დაბალი გარბენით 74 მილი დაბალი გარბენია? ხო? განუბაჟებელი. რა, არ არის მანქანა ცოტა ვიძზე მოიყვანო, მაგრამ ხო, აი ვიძზე მოიყვანოთ. 7-მდე? არა, 7-მდე. 7-მდე? მეტში ვერ ვიზავ თვითონ? ია, ვიცი, ხო იცი როგორია ბაზარი. კი, შეიძლება 9 გაყიდო, შეიძლება 5. 8-9-შიც გააკა, მაგრამ ვიღაცა 5-ში ყიდის, ვიღაცა 5-ში ვერაფერს ვერ ვიგებ. ოკეი. ხო, ნუ ეგ როგორც ყველა დანარჩენზე საქართველოს ყოველთვის ეგრეა. მე თუ რამე მაქვს გამომიარე. ოკეი. ის დისკი ჩაწოლე შენია უკვე. მესი მადლობელი. გურსკანი ხილავ, სედანი ჯიპი არა აქვს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შედარებით ადვილი გაყიდვადი მოდელი იყოს და გაკეთებაზე დასაკლავი არ ვიყოთ ზედ რა, ანუ ორი თვე მანქანის კეთებაში არ გავატაროთ. მინიმუმ. და აქ რა ღირს? აი გარბიცდო, ნახოთ. მოდი ვნახოთ. შევიდეთ.
არა, ანუ შენ რამდენში გყავს გასაყიდად? ეს ყავს ხა 6 და გასაყიდად რამდენი? გასაყიდადაც რამდენად ადვილი იქნება ეგ არის საქმე. ადვილი იქნება და მინივენია ტურისტულზე მაინც. ტურისტი საოჯახოთაც იყიდის ვიღაცა, ეს აქ მარტო დაზიანო. ერთ წალიკარი მოხსენი მიაყენ. ხო, აი ეგ საინტერესოა. ეგ უკვე საინტერესოა. დანარჩენი დადის ჩვეულებრივ, დაჟე იღება. დაჟე იღება. კაი, მოდი აბა 9 ამას გარბენი. მილი. ხო. მაგრამ ნუ მინივენისთვის არაფერია რა, მაგას წყვეტყვი რა. ანუ არა დაბალი გარბენი, მაგრამ არც ისეთი არაა, რომ აი დედად არ მივეკარო, ხო ხდები? ადეკვატური გარბენი აქვს ეს მინივენი. რაცა უნდა იყოს. 6 და 100. რაღაცა რო დააკვირდეს უკვე ისეთი. კი. ხარჯიც დიდი არა გაქვს. კი. და დროც უცბად დროც გამბაჟებამდე დროც აქვს. რამდენი აქვს არჩენი გამბაჟი? მაგი უნდა გავარკვიო კი. მოდი ახლა ეგ გავარკვიოთ და მაქსიმალური ფაზაკრება რა შეგვიძლია ეგ გავარკვიოთ. მე მანამდე ვინს გადავავლებ თვალს რა. და მაიოტოს გადავავლებ თვალს. ნო, ფასებზე ცოტა სტრანად არის. ო, აი ეს ზდევს, ეს თქვენი ზდევს. ხო, ეგაა ჩვენი 6 და 100. ვიღაცას 10-ში უდევს მაგალითად. ვიღაცას 5 და 5-ში გამბაჟებული. არა, ეს განუბაჟებელია. მაგრამ გარბენებსაც აუ ვიღაცას 8 და 8-ში. კი. ეს 3 და 5-ია, VQ35-ია. ო, ძალიან ჭრელი ფასები აქვს. ძალიან. თენგო, ეგენი არ იყიდება. თუ გაკეთდება ზვირი დაждდება. კაროჩე ბიჭო, ანუ ძალიან ჭრელი ფასები აქვს რა. მაგიტო გითხარით 16-იანები უკვე. ვიღაცა 5-ში წიდის შეჩემა, ვიღაცა 10-ში განუბაჟებელს წიდის. რა გავიგო ეხლა მე? აუ თან სადა აქვს ჩატენილი ამას უყურია. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე აქ გასაკეთებელი რამე მქონდეს. არაფერ შეჩვეულ აბაო იცამოდე წვირს მოჭრილება. კაი, მოდი ახლა ნახე ამის ისტორიაც ვნახოთ. ამის ისტორია ვნახოთ ყველავარი. და ფასი ვნახოთ, სადამდე შეგვიძლია რომ გაკლების ვარია. დავაკლოთ, ხო? დავაკლო არა ხო. კაი, იდე მარტო ეს, სხვა რამე. ეს Renegade-ს მაინც განვიხილავ. ხო. და ერთი საინტერესო იქნებოდა კიდე რამე. რამე იდეა თუ მოგივი. რომელი? ტრაჯიტი, აი ქვევით პოდკასტი. ვაფშე ქვევით. აქედან ახლა ვერ ხედავ იმდენი მანქანა დგას მაგრამ. არა, აი პაგრუშიკისი. ხო, წითელი? არა, აი რუხი როა. აქეთ რო დგას, ოკეი. 18 წლიანია. როგორც მახსოვს სადღაც 6-ია ფასი, საკეთებელიც ბევრი არა აქვს. ისეთ დეტალებია რა, მოხსენი მიაყენეს თემა. რენჯი? No, God, please, no! Так, 300 რაჭის. აი ნახე. აბლიცოკა დაგჭირდება, ბამპერი, აბლიცოკა, კრილო, ფარი. Просто ეს სავარაუდოდ ანუ ამისი და ჩვეულებრივი ელანტრას ხვირი ხო განსხვავდება ერთმანეთისგან. სავარაუდოდ ამის ნაწილებზე საკმაო პრობლემა იქნება შოვნა. არა, სხვა შორის. არის შოვება? ვივად ბევრი დადის და ელანტრასი შოვება რა. არა, ელანტრასი რო შოვება, მე ვიცი, ელანტრა GT-ს რამდენად შოვება ეგ არის საქმე. ფარებს და მაგე? ხო. ავტოპიაც მაგ. აქვს ავტოპიას? ელანტრა GT-ს? ო, ბამპერი კაიძურირებულა. რა ვიცი? 400 რაღაცა ლარი. 475. მაგრამ ზატო, ფარიც კაიძურირებს 475 ლარი. Короче, მარტო იმას რა ქვია, ავტოპიას აქვს, მარტო ფარი, აბლიცოკა 218 ლარი. ეგ კაი აბლიცოკა. ბამპერი და კრილო, ყველაფერი აქვს რაც ვჭირდება. კი. Просто მაიოტოს ფასებში. ხო, ეგ საინტერესო. ამას რამდენში ვყიდით? სადღაცა 6 და რაღაცა მახსოვს მე ეს. კაი, ეს ვარიანტის განვიხილოთ, არ არის ცუდიას. გარბენი რამდენი აქვს? 92 მილი? ხო. ემენა მომავალი პატრონი ეთყობა გასაღებზე ეგრევე. ნუ აკუმულატორი ყდა. გადაკოკე დენი ქონია და უნდა გვინდა. ხო, ეს საყიდელია აშკარად. კი. მაგას ვიშოვით რავინაირად. არა, დენი არა აქვს, მკვდარი. არა? არა, ძალიან მკვდარია რა. ძრავი რა აქვს ამას? ბურიდან. ორდანული, გამბაჟება როდის უწევს? ამას ერთი თვენახევარი ორთვემდე უეჭველი აქვს, იმიტომ რომ არა დიდი ხნის ჩამოსვა. ოკეი. სიმსოც რაჭირს. აპა. საინტერესოა რატომაც არა. და მისიათია. თან ნელ-ნელა რომ მიყვები და რომ ხედავ რაჭი არ მინდა იყოს და ჩელენჯერი რა ფასშია?
ჩელენჯერს აჭირს და რაფაში. აი შავი. ეზრავი მე მინდა. აი ხლა. ეს რანგლერში აი არა, სადაც დევს იქაც კაია, პროსტა ძალიან ძვირი იქნება ეჭვი მაგ. გავიდა ძველი კოლოფი. დაბალ ფასი შეიძლება 5 და 3 ადევს. ხო, აი ნახე, აქ შესაღებია კაპოტი. ლაკი. ლაკია გამძრალი. ფარებიც. აი რა ექსტრაც ამაყო, რა? შეიძლება შეიძლება გააჩნია დაზიანებას. ესეც იგივე პრობლემით. 5 და 8. რა ჭირს? არ ვიცი, მაგრამ 158 გარბენი ბევრი. არა, ბევრია. ბევრია, გასაყიდად ძალიან ბევრი. ეხლა მე შეგანახეთ ყველაზე მარტივი დაზიანება. აბა მარახ. რა არის? ვერსა. 2017 წლიანი კი არის. ამას რა გააკეთებს ბიჭო? რა ჭირს? ანუ ეს არის მარტო დაზიანება? და ეს იქნება პატარაზე მიწევილი და ეკრანის თემა. ხო. იზე რავი იქოქება დადის გარბენია 118 2017 წლიანი. ფასია 4 და 8. ფასია 4 და 8. კი. აი ეს სოულის საინტერესოა. ხო. და რო იცოდე მოთხოვნადი განხანაც არის ეხა. კი. ამის ფასები როგორაა გაკეთებული არ ვიცი, მაგრამ ისე აქ ამას ძრავი გაჭედილი არ ქონოდა პირდაპირ გეტყვი 1-5-ჯერ 6-ჯერ მაინც გავყიდი. ამას ძრავი. ძრავი აქვს მარტო, ხო? ნახე. როგორც გითხრეს ეგრეა. სტარტერი საბარგულში დევს. სტარტერი საბარგულში დევს, რა სიტყვი შეჩერდა. არა, ეგ გამოსაცვლელია, თენგო. წამო ეხლა Hyundai ვნახოთ. და მე მგონი თუ არაფერი გახსენდება დანარჩენი დღეისთვის საკმარისია. თენგო, აი წყლის სკუტერი ხო არ დავითრია. ეგ იყო უკვე. ჩეროქს აჭირს. ჩეროქს კი არა და Grand Cherokee. რანჩეროქს რავი აქვს დასწრებული, მაგრამ მაგ ფასში რავი შეიძლება პრინციპში გინდა გადავუღოთ. გადავუღოთ. ჩვენი რა მიდის? რაც არა. იკითხა გაცმაობაც. ო დიდი მანქანა დაანახი ამას მეტი არ შეიძლება. ბიჭო, დიდი მანქანა ასეებს. ბენზინი რა ძრავით არის? 3 და 6? წავა ჩოხდება. ის არის 6-ია. 6-იანი. და დამწორია? 6-იანი და ამოცხული აქვს. არა, ამოცხული აქვს, სადღაც განგრეული რაღაცა ზეთის ფილტრის კორპუსი ვამშარუზის. მას ხორა დახოვის. შესაძლებელი არის კი, ვიღაცა ცდილობდა შეიძლება ეგრე დაგუქოს. არის. აქ ისიასხია, რომ შეიძლება ვიღაცამ სცადა. მაგრამ ეგ თუ სცადა, შეიძლება ძრავი ტრიალებდეს. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, გავარკვიოთ აბა ამაზე რას გვეტყვიან. და ვნახოთ Hyundai და მოვრჩეთ დღეს მაშინ მაგით. ეს არის თუ, ხო? არა. ესაა ბატარეების პრობლემა. აბა ახადე. ანუ ეს ეხა დადის იქოქება, პროსტა ბატარეებზე აქვს პრობლემა. ფაჭია გამაგრებული და რო ქონდა შეერთებული ბატარეების თემა. გააჩნია ბატარეა რა იმაშია. ხო, რა კონდიციაშია რა ჭირს. უკრინდანაც ნაშმუთია. დებულია. კი. ხო, ეს ჩამო. აბა ამას უყურე. აბა ამას უყურე. უკრინდან გასაკეთებელია. აუ რა მაგარი, არაფერი არა აქ შეჩევ. შეჩი, ორი ტოჩკა დაადე, დაავიდა, დაკაჩე რა. რა რა, იმიტომაც უნდა. არა, ხო, რა თქმა უნდა. ეგ გასაგებია. მოკლედ, ნახეთ დაახლოებით 10 ვარიანტი. ჯერ მე ზუსტად არ ვიცი რას ვიყიდი და ალბათ არც თქვენ არ იცით. თუმცა, აი ამ მანქანებიდან დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რომელ მანქანას ვიყიდით და სუპერკარის შემდეგ ვიდეოში გამოჩნდება რა ვიყიდეთ, როგორ გავაკეთეთ, რა დაგვიჯდა და რა იქნება ამ მანქანის შემდეგი. დროებით.